მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ Cloud Codes Plus Remotions. წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაც, რომ სრულად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ motion designer-ი, ხოლო motion designer-ებს შეგიძლიათ თქვენი პროდუქტიულობა ფაქტიურად გაათმაგოთ. ეს ძალიან კარგად ჟღერს და Cloud-ის აბედნიერად გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ შევქმნათ მსგავსი და ბევრად უფრო კომპლექსური ტიპის ანიმაციები, რასაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ. მოკლედ მომიყვებით იმის შესახებ, რა არის Remotion-ი. Remotion-ი არის ერთ-ერთი პროგრამირების ენის ერთ-ერთი ფრეიმვორკი, თუმცა დღესდღეობით მის გამოსაყენებლად არ გვჭირდება კოდის ცოდნა. ამის საშუალებას გვაძლევს Cloud Code-ი. და რა არის Remotion-ი? Remotion-ი იღებს აი მსგავსი ტიპის კომპონენტებს, სურათებს, ტექსტებს და Remotion შეუძლია ეს ყველაფერი გააცოცხლოს. დაამატოს სხვადასხვა ტიპის მოძრაობები, ანიმაციები და ასე შემდეგ. Remotion-ის უკანა მხარეს დგას ესეთი კოდი, რომლის დაწერაც რამოდენიმე წლის წინ მოგვიწევდა ხელით, თუმცა დღეს ძალიან მარტივად Cloud შეუძლია ამ ყველაფრის კოდი დაწეროს და ჩვენ კი ვისარგებლოთ უკვე გამზადებული ვიდეოთი, რომლის გამოექსპორტების საშუალებასაც გვაძლევს Remotion. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ამ კონკრეტული YouTube ვიდეოსთვის მომდენიმე წამში შევქმნი, ასევე ვინც ჩემს TikTok-ს ადევნებთ თვალს, ყველა ვიდეოს ბოლოში აი ესეთ ანიმირებულ ვიდეოს ვაჩვენებ, ესეც Remotion-ით არის შექმნილი და ეს იყო მაგალითად ჩემი პირველი TikTok ვიდეო, სადაც Cloud Design-ის გამოსვლაზე ვსაუბრობდი და მინდოდა რაღაც პატარა ვიდეო შემექმნა კონკრეტულად Cloud Design-ისთვის, უფრო ვიზუალურად გასაგები ყოფილიყო, რაზე ვსაუბრობდი. ანუ Cloud-ი და Remotion-ი გვაძლევს იმის საშუალებას ყველა ადამიანს, რომ შევქმნათ მსგავსი ტიპის ანიმაციები. თვითონ motion designer-ებს კი შეუძლიათ თავიანთი წარმადობა, ანუ სამუშაო გაათმაგონ. ასევე შესაძლებელია, რომ უბრალოდ მარტივად კლიენტებისთვის პროტოტიპები შექმნათ, იმის მაგალითად თქვენ ხელით იწვალოთ, Cloud Code-ით შეგიძლიათ შექმნათ მარტივი პროტოტიპი რამოდენიმე სახის და შემდეგ უკვე კლიენტს, რომელიც მოეწონება, ის დახვეწოთ უკვე საბოლოოდ სხვა რომელიმე პროგრამაში. თუმცა ესეთი მარტივი და ასევე კომპლექსური motion design-ებისთვისაც შეგვიძლია Cloud Code-ის გამოყენება უბრალოდ საბოლოო ჯამში გააჩნია რა გვინდა, რისი მიღება გვინდა. უფრო ალბათ მარტივი ვიდეოებისთვის Cloud Code-ი, შემდეგ უკვე თუ რაღაცის ძალიან დახვეწა გვინდა და იდეალურად pixel perfect გვინდა რომ იყოს, ალბათ მაინც დაგჭირდება დამატებითი ჩართულობა motion designer-ისგან. თუმცა როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, Cloud-ის $20 subscription-ით ყველა ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი შექმნას და არ გადაიხადოს ამაში დამატებითი თანხა. კონკრეტულად ამ შემთხვევაში TikTok-ზე მინდა რომ Remotion-ზე დავდო ვიდეო, თუმცა ეს ვიდეო იქნება განსხვავებული ამ ვიდეოსგან და TikTok-ის ან short form content-ისთვის მინდა რომ დავაგენერირო ესეთი რაღაც fun, საინტერესო ვიდეო, რომელიც მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას. ამისთვის შემოვედი Cloud-ის chat-ში ჯერჯერობით, დავუწერე დაახლოებით რისი შექმნა მინდა Remotion-ით და ვთხოვე, რომ Cloud Code-ისთვის დააგენერიროს პრომპტი. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს, არის თითქმის ყველა პრომპტის ბოლოს, როდესაც რაღაცაზე ვფიქრობ, Cloud-ს ვთხოვ ხოლმე, რომ თუ რამე შეკითხვა აქვს იმისთვის, რომ იდეა დავხვეწოთ, კითხოს და დამისვას ნებისმიერი შეკითხვა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ყოველთვის, როდესაც მუშაობ Cloud-თან რაღაც იდეაზე, ყოველთვის ვთხოვ ხოლმე, რომ თუ აქვს რაიმე შეკითხვა იმისთვის, რომ დავხვეწოთ იდეა, დამისვას ეს შეკითხვა. აუცილებელია, რომ ეს პრომპტი გავაყოლოთ. ამის მიუხედავად, მაინც დაგვისვავს კოდის შეკითხვას, თუმცა თუ ამას გავაყოლებთ, უფრო დიდი შანსია იმისი, რომ გკითხოს რაღაცეები
და უფრო სწორად ავუხსნათ მას რისი გაკეთება გვინდა. რამოდენიმე კვირის წინ დაემატა, შეიძლება რამოდენიმე თვის წინაც უკვე, ესეთ მარტივ კვიზებს აწყობს და თვითონვე გთავაზობს პასუხებს, მხოლოდ შენ აღარ გიწევს პასუხების დამატება და დაწერა. ამ შემთხვევაში ვეკითხება პირველ 3 წამში როგორი შთაბეჭდილება გვინდა რომ მაყურებელს შევუქმნათ. პირველი შოკი, ჩვენს მოყარეობა, ფლექსი და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ რაც 4-ვე გვინდა, ასე რომ ვეტყვით რომ 4-ვეზე გააკეთოს აქცენტი. აქ უკვე გვეკითხება როგორი ტიპის ვიზუალები გამოიყენოს, ასე რომ აქაც რაღაც მინდა რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ emotions რა შეუძლია, შესაბამისად რაღაც პატარა mix ვიდეო იქნება ყველაფრის. ეხლა გვეკითხება რა ენაზე უნდა იყოს ტექსტი. იცის რომ კურსებზე ვმუშაობთ ამ ჩატმაც, მეგობრებისა რომ პროექტში არ ვმუშაობთ. ეს რატო ხდება, ამაზე ცალკე ვიდეო მექნება. გამოვაჩინოთ, მოდი რა კურსის შესახებაც ინფორმაცია. კურსის შეძენა შეგიძლიათ suka.lt-ზე. ხო, ეგეც 3-4 წამში ერთხელ კარგი იქნება თუ შევცვლით მოკლე კონტენტში ვიზუალებს, იმიტომ რომ უფრო გვაძლევს ეს შესაძლებლობას, რომ დავიჭიროთ მაყურებლის ყურადღება და რაღაც 10 წამი ერთი და იგივე სარვაყურებინოთ. და რავი, აი კოდიც გამოვაჩინეთ. ნახოთ რა გამოვა. გავიგებთ ცოტა ხანში. კლოდმა დაასრულა ჩვენს მუშაობა. ეს პრომპტი უნდა გადავიტანოთ ტერმინალში. და დავველოდებით ახლა და ვნახავთ რა ვიდეოს შექმნის კლოდ კოდი Remotion. კლოდმა უკვე შექმნა ჩვენი მოკლე ვიდეო. ახლა შეგვიძლია ვნახოთ რა გამოვიდა. აქვე დავამატებ რომ მთლიანად ჩვენი ჩართულობის გარეშე არის ეს ვიდეო შექმნილი, ანუ არაფერი კონკრეტული არც ვიზუალი არც კონკრეტული დავალება არ მიცე, ძალიან ზოგადი იყო ეს დავალება და ვნახოთ რა გამოვიდა. იდეაში ჩემი აზრით TikTok-ის მოკლე ვიდეოსთვის საკმარისია და მხოლოდ ის გათვალისწინებთ რომ რამოდენიმე წუთი დაგჭირდა ამ ყოველთვის შესაქმნელად. ამ ვიდეოში ჩანს რამოდენიმე გამოყენების საშუალება და შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტულად კლოდი და Remotion-ის ერთობლივი ტანდემი. მაგალითად ესეთი ვიზუალური გრაფიკების შესაქმნელად ჩვენ საიტზე, თუ გვინდა რომ ჩვენ საიტზე ვაჩვენოთ სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა. მსგავსი ვიზუალებისთვის, motion-ისთვის და თუნდაც იმისთვის, რისთვისაც ახლა მე ვიყენებ ვიდეოსთვის. Remotion-ს კურსის განმავლობაშიც გავილით და კურსზე 18 მაისამდე მოქმედებს ფაზაკლება, თარიღმა ცოტათი გადაიწია. ასე რომ ჩქარეთ კურსზე აუცილებლად იქნება შეზღუდული რაოდენობის ადგილი. მოგებით. შემდეგ ვიდეომდე.